ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე მწვანე კვირეული ქართული პავილიონი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში 15 კომპანია იყო წარმოდგენილი. მწვანე კვირეული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და მიმართულებებს აცნობს. სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წელს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს ქართულ ნაციონალურ პავილიონს. საერთაშორისო გამოფენები ეხმარება ქართულ წარმოებლებს, რომ წარადგინონ თავიანთი ხარისხიანი აგროპროდუქცია, გააძლიერონ ბიზნეს კავშირები და წარმოაჩინონ საქართველოს როგორც სანდო აგროპროდუქციის წარმოებელი ქვეყანა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველოს ასე მონაწილეობს ამ გამოფენაში, ამ ბაზრობაში წელს. მოგეხსენებათ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ჯერ ერთი საერთოდ ქვეყანა კიდევ უფრო ცნობილი გახდეს და ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისედაც უკვე აღიარებულია გერმანიაში, მაგრამ აი ასეთი შეხვედრები, ასეთ გამოფენაზე მონაწილეობა კიდევ უფრო მაღლა სწევს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას. ჩვენი კომპანია ჰობი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ გამოფენაზე. სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით უკვე შევძელით, რომ გავვითარებინეთ ჩვენი პროდუქტი. წინა გამოფენაზე მხოლოდ თაფლით ვიყავით წარმოდგენილები და დღეს უკვე დავამატეთ ჩვენს წარმოებას, თაფლის ლიქიორის წარმოებას.